მოგესალმებით მეგობრებო ყველას, მე ვარ გეიმერსაბა და დღეს ჩვენ ვითამაშებთ Car Parking Multiplayer 2-ს ჩემს არხზე. მოკლედ, ყავს ესეთი მანქანას რა ქვია დამოვიწყდა. ტაქსი 3-ში რო იყო ეგ ტაქსიში, ყავს ლადა და ეს პიკაპი. და Minecraft-ის ვიდეოც გამოვა. უბრალოდ მინდა რომ ესეთი სერიალი დავიწყო რა. ყავს ორი საპროექტო მანქანა, ერთი არის პიკაპი და ერთი არის ლადა. და ეს მანქანა იქნება ფულის მოსაგროვებლად რა, ვიტაქსავებთ რაღაცა და ფულს მოვაგროვებთ და მე სხვადასხვა მანქანებიც იქნება რა, დიდი გარაჟი გვაქვს და ბევრი მანქანა დაგვეტევა. Minecraft-ის ვიდეო მეხუთე სერიაზე მორჩება წესით, მგონი მესამეზე თუ მეოთხეზე ვართ ახლა. ანუ რადგან Minecraft-ის თამაშისას მიჭედავს და მე თან ყოველდღიურად ვერ ვთამაშობ რა Minecraft-ს. და ამას კი ვთამაშობ ყოველდღიურად. ამიტომ დღეს ჩვენ მოდი გავტესტოთ აქ, მაგრამ არ შეგვიძლია შეჯობა, იმიტომ რომ აი ამაზე მაქვს ისა. ამის გასაღები მაქვს აღებული. მოდი გავიდეთ ახლა ჩვენ გარაჟიდან. просто ეს წინა ისა რა. წინა ბორბლებით დადის. ისა როგორ თქვა. წინა ვედუშია როგორც იტყვიან. და აქ ჩვენთან ახლა თოვლია და ცოტა უჭირს რა სიარული. ხო. იმედია მოგეწონება. დალაიქეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ არხი. 62 გამომწერზე ვარ, თუ ავსდებით ახლა და რავი, ზაფხულამდე მინდა რომ ავიდე სადღაც 100 გამომწერზე. რაღაცას მინდებს. ეს კილომეტრთან. ეს რასტიშა. ის ხო არის ძრავის რამე. არის მოდი ჩავაჩეროთ, გარდა გავაჩეროთ. ანუ პირველთან შედარებით ამის გრაფიკები უფრო მოწონს, თან პირველი მიჭედავს. და აქ არ მიჭედავს. იმდენად. რატომ არის არ ვიცი წესით ის პირველი არ უნდა ჭედავდეს მაგდენად. ახლა ბოლომდე არ ჩავაჭერ გას რატომ ეს ხილავს. როგორც ახაც ხილავს იწევს. და მე სხვა ქალაქში გავტესტოთ. ეს მანქანაც. აი ამ ვიდეოს ვიღებ ახლა 30 FPS-ით რა და თამაში მაქვს 20-25 FPS-ი. 19-ით. და მაინტერესებს 25 FPS-ზე რო ჩავთვალ ვიდეო როგორ გადაიღებს, ამიტომ მაგასაც დავტესტავ და შევეცდები რომ არ გავაჭედინოთ ამას. აი მანქანა ეს მანქანა. გაქრა რა პონჩი. ადრე დამთავრდა. მაგრამ პირველ Car Parking-ში ეს არ არის. ანუ რომ დამთავრდეს მაინც ისა შეგიძლია. მოიყვანა ანუ საქმე გარზე ამ თემში ვერ ვიწყარებ. ნუ უკანაგებობის იმას ვიყავ ბორბალი ბინოდა და რებიცავს მოხევა უწის რა. მაინც იქით საიტკენად საჭიროა.
შეკაფული გვაქვს ეხლა ჩვენ მოგზაურობილი და ანუ მოგიგოებოდა და რაც შეკაფული თან ალბათ კიდე ბიზნესები დაწყება შეგვიძლია ის დაპარტიის თამაშობთ ამ თამაშობთ ეს ძრავის ამბავი უნდა მოვაყვა რა მომწეს რაღაც აუ შიგნით არის ეგრე თაჟისხლი ვაუ და მოგეცი აიცა სულ რამდენი გვაქვს ეხლა გვაქვს 10000 რა წავედით გარეთ და ნახოთ რა თან ეს თამაში პირველთან შედარებით უფრო რეალისტურია ანუ ზრავის გადახურება ყველაფერი მოქმედებს რა ნორმალი რომ ანუ გაიცუქება შეიძლება გასკდეს რომ გაიცუქება მერე დრიფტაობას იწყებს რა დრიფტაობას შემოსიალებას სათავშორის ეგ პირველშიც არის მაგრამ მაინც კაია რა მას ტორმოზები არ უარდა ვარა წაუჭედა უცბად 6-ზე უკეზე ჩამოვიდა აი ეს იყო სორწავი თუ ეს წავიყო გასაკეთებლად მოდი ჯერ ამას მოვხედოთ აუ მაინც აქედან ვერ გავაკეთებ მას მანქანას ვერ შევცვლი მაინც აბა თუ და გამოვიდე ეგ თუ არის სამწუდი რაღაცა არის ეს პრობლემებია არა სარ ვარა გამოვიდეთ confirm დავიყვანოთ ლადა ჯერ მინდა რომ ძრავდაინერტი ხედო და მერე შიგნით რო იმოსხნათ ეს ხარა კარაჯი გინდა და მოდავიწყოთ ძრავიდან ძრავში ის ვერაფერს ვერ შევხვდით ახლა რადგან მაგნიტური არ გვაქვს შევხედოთ ხო აი არ გვაქვს 10000 არ გვეყოფა მგონი ვიზუალზეც არ გვეყოფა ხო მაინც რა არის გინდა ისე იყოს ხო თეთრი ფერი დავიწერეთ პარამი უნდა დაგეზარებოთ ეს და აი ეს აცოდი წინა ხარ პარკინგში ესენი უფასო იყო ყველაფერი კაი მარტო სპოილერის და აი ეს უკანა ისა ხო კი
ის დავაყენებ. მოდი ახლა გავიდეთ ამ მანქანით ჩვენ გარეთ. აუ ეს მექანიკა არ მიშვებს. რა პონტში? უკვე თეთრია, არაფერს არ ვშვებით, ისე თამაშობ. მალე და მალე. ეს მექანიკა არ მიყვარს თარფები. აი, ჩაუ. რეალობაში მიყვარს მექანიკა, მაგრამ თამაშებში რავი. და გავაკასავ და მე პიკაპი გამოვიდა. ასე პოლიტიკა ხანახეთი მაგარია რა. ანუ ვიქცევ ნახოთ. ამას მე გონი ვწევ. Ani შეხედეთ და რა ვიცი, просто მექანიკა არ მიყვარს და თამაშებს ისე კი. Действительно. Are Россия. Вилარიაჭარის ავიდეთ. და ეხა იმ ჯიპით ვიტექსავთ ერთი სამი კლიენტი ავიყვანოთ და ხო დღეს ვიყურებ ვიდეოს გადაღებას კიდე მაინკრაფტზე რა, ბოლო სერია რაღაც და ინტერესი. ну ის რა ხენაგეს ის მაპი არ წეშლება ზოგჯერ შევალფორმე ერთად და ერთად ვითამაშოთ. მოდი ბარემ რადგან ჯიპი გვყავს წავიდეთ ოფროუდზე და იქ ტაქსობა მგონი შეგვიძლია ოფროუდზე თუ შეგვიძლია ძალიან კაია. მალე просто ტელეფონი არის რა, ჩემი ტელეფონი ფერს ვერ ქაჩავს. თამაშს, ანუ გრაფიკას და რაღაცებს. ამას ეს უჭირს. ეხლა ეს გაიგე რა არის აქ იმცნობს.
ვიცით იმ დამიწერეთ რა. თუნდა მიხედავ ალბათ შეფასებას. ავიღეთ ეს. აიხუე. გავაზიფინოთ ბოლომდე. ზვიგენი ეს არის? ძალიან იაფიან ჩასხი. სალამად ზვიგენის ფული. ცალკე კიდე ავაგროვ მე რა შევეცდები და ნუ ვარ გაყურებული მთლად ფულის აგროვებაზე. დისტანს იყოს ესეთი პრობლემა. ეს არის გორი უკანავედის. აუ თამაში გამაგრა ისე რომ მაგნები. უი, ასე მოვედი თულდა მაგ. აუ არა. აქვე არ არის რამე. სადაც ვაფშე მაფლე არ ჩანს. ახლა რასავი? არა. სად არის? გაწარები, ახაც არის. შო. მოიწყო? ოუ რა ვიცი. 이게 다 많이 가지 있더라. 그러니. 이렇게. ხოდა იმედია ჩემეთქო კარგად ზოგ ვიდეოებში რო შევხედე ახლა კარგად არის მის ჩემი ხმა და რა ვიცი აბა ეს მინდა ხომ მოდი შენ შეგიყვანე ხა და რა გჭირს მაინტერესებს შევიდეთ ჩვენ გადაცემათა კოლოფს ვერ შევუცვლით ამებს
გულისაკარი გადაცემათა ყველაფერი მაინტერესებს თუ შემიძლია შეცვლა რა არის ეს ტურბოები აქ იქნება ეს რა არის მოიცა მოვიფხარო ცხვირზე let's do look at ეს вообще რა ეს არა ეს ეს ესეც არის ესეც არის არა ხომარა ეს რაში ეს აქ არაფერი არ იქნება ისეთი მინდა გამაწოს აი მანქანასა და პრობლემა ეს პრობლემა გაირავი აგერ ახ ეს გასარეცხია მაიცა იმანქანაზე გაჩვენებთ პიკაპზე და იმაზე რა ჭირს აი აქ ყველაფერი ჭირს real tires condition გავაკეთეთ საბურავები ორივე change watcher customer და აკრაჭერს ეს გასარეცხია აი ბარემ გავეცა ეხა ამას აღარაფერი აღარ იქნება და ეხა იმ მეორესთან მოგვიყვება დანიელის მანქანა ხო აი ამასაც საბურავები აქვს უკანა გაფუჭებული რაღაც ვანთებდა ეს არის ბარემის შეგულის გავრეცხვა პოზიშენ რა გჭირს შენ გასარეცხი ხარ აქედან საწვავის ჩასვლა შეგვიძლია ძალიან კაია ეს მომეწონა მაგრამ რა შეგვიძლია ესეც მორჩა კიდე რა უცბად ეხა რომელიც დაგჭირდება ცილინდრები აი ეს 2200 ბარემ ესეც არა შეგვიძლია ანუ დროს არ შეგვიძლია ყიდვა და დაყენება რაღაცეების შევიდეთ ესეც დავაყენოთ გუჩიტელები რაც ისეია მოდი ეხა ჩვენ აქ რა ხდება ესეთი პატარა
აირდა fuel სისტემა და გაგრილება დაგვრჩა და აი ეს რა არის არ ვიცი. ბარემ ვიყიდოთ გვაქვს ფული. იგივეა ნიუტონმეტრი, ყველაფერი იგივე აქვს, просто წონაზეა დამოკიდებული და ამიტომ ვიყიდოთ ეს. და მინდა ვიყიდო 6600-იანი, მაგრამ შემდეგ ვიდეოში. ანუ გავიგებ რა როგორ შეუცვალო ავტომატიკაზე როგორ გადავაყენო. ეს ბარემ სქემების გავარკვიე. რა? არა, вообще არ ვიცი, ეს ცნობილი იმჟამად სამების ტექნოლოგიები ვიყავ. Ana ეხლა შედარებით უკეთესად გადის. აი ეს რა პრობლემაა. So. ეხლა მართალია კეთებია. გავარკვევთ სამივე მანქანას რაც ჭირდა და ესეთი ხოძე არის რა, ძრავი ყველაფერი ფოლო უყენია თითქმის. ეს გადავწყვეტ ხვალისთვის ლადა დავატუნინგო ბოლომდე თუ ჯერ და მერე პიკაპი თუ ჯერ პიკაპი და მერე ლადა. ნუ მოკლედ მეგობრებო, სულ ეს იყო და შემდეგ ვიდეო დაიდება მაინკრაფტი და შევხვდებით მაინკრაფტის ვიდეოში. აბა